მოგესალმებით, უპირველეს ყოვლისა უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ქვემო ქართლის ტელევიზიას, ტელეკომპანია TV4-ს გადაცემაში მოწვევისათვის. დიდი სიყვარულით მოგესალმებით ძვირფასო თანამოქალაქეებო. მე ვარ შალვა მაღრაძე, ეროვნებით ქართველი, აღმსარებლობით ქრისტიანი მართლმადიდებელი, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის სახალხო ტრიბუნების პრეზიდენტი. და მინდა ჩემი როგორც ცალკე პიროვნების შეფასება, ანალიზი გავაკეთო იმ პროცესების გარშემო, რაც ჩვენს ქვეყანაში დღეს ვითარდება. ეს არ არის უნიშნულო, იმიტომ ჩვენ თითოეული ადამიანიო, ეს გენიალური გენრიხ ჰაინეს სიტყვებია, თითოეული ადამიანი ეს მთელი სამყაროა, რომელიც მასთან ერთად იბადება და მასთან ერთად გვდებაო. თითოეული ადამიანის საფლავის ქვის ქვეშ კაცობრიობის ისტორია განისვენებს. ასე რომ ჩემს ასაც აქვს უფლება, არსებობის უფლება. მოდი დავიწყოთ ანალიზი. რა ხდება ჩვენს სამშობლოში, რა პროცესები მიმდინარეობს. იოანე ოქროპირის სიტყვებია, მეორედ მოსვლის ჟამს ადამიანის გონება იმდენად დაიბინდება, ხვიწი ყოფი უბედურების აღქმის უნარს დაკარგავს. დღეს ჩვენი სამშობლო საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი გრევის უსკრულის პირასაა მისული. მისული კი არა, მე მგონია გადაჭეხილია. ხოლო ქართველი ფიზიკური და ზნეობრივი გადაგვარების ყველა დასაშვების თუ დაუშვებელ ზღვას გადაცდა. ხო, ამ ნამდვილად საზარელი ფაქტის დანახვა, აღქმა და შეფასება იმდენად არარეალურია, რაღაც იმდენად არაადეკვატურია საქართველოს მოსახლეობის მიერ. მით უმეტეს იმდენად რაღაც უმწეო, უნიათო, სუსტია, წინააღმდეგობა, ძალისხმევა ქართველიერისა, საკუთარი თავის ქართული გენის ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის გადასარჩენა თუ ხანდახან იმის რეალური განცდა, შიში მეუფლება რომ მივადმოსვლის ეს დღე მოახლოებულია, ყარს არის მომდგარი და გვიკაკუნებს. გენიალური სოკრატეს აქვს ასეთი სიტყვები, ნათქვამი. ერთადერთი რაც ზუსტად ვიცი რომ არაფერი არ ვიცი. სხვათაშორის ამით არ ამთავრებს გენიალური სოკრატე. ამას იძახის რომ ბევრმა ესეც არის ისო, ზოგმაო ესეც არის ისო, მაგრამ არის ერთი რამ, რაშიც მე არ ვეთანხმები. არ შემომართოთ ამ პარლამენტში კაცობრიობის ერთ-ერთი უდიე შეიძლება უპირველეს გენიოს სოკრატეს და ვაცხადებ. თუ უახლოეს მომავალში მთელი ქართველიერის ჯანსაღი ნაწილი ერთ მუშტად, ერთ სულ, ერთ ხორცათა შეიკრიბა საკუთარი თავის ქართული იდენტობის, ჩვენი ჯიშისა და ჯილაგის გადასარჩენად, ჩვენ ქართველები, როგორც ჩვენი სამშობლოს, საქართველოს სახელმწიფო წარმომქმნელი უახლოეს მომავალში არსებობას შევწყვეტთ. ეს მე ზუსტად ვიცი. ალბათ იბადება ლოგიკური კითხვა, რა მოგვივიდა კაცო, რა დაგვემართა, რატომ დავეცით, რატომ დავკნინდით ასე ეს ქართველი ერი, მართალია ესოდენ მცირერიცხოვანი ერთსიდა ტერიტორიაზე ცხოვრების სისხლიდან დაცლილი, ნაწილ-ნაწილად დაჩეხილი, მაგრამ სამაგიეროდ ერი, რომელმაც მუსულმანთა ოკეანეში, საუკუნეთა ქარტეხილში იობის ტანჯვას გაუძლო, გოლგოთა გამოიარა და თვითყობადობა და რჯულისარდულება დღემდე ასე პირნათლად მოიტანა, ერი, რომელიც თითოეული გოჯი ქართული მიწის დაპყრობას ღვასისხლის ფასად უჯენდა გარეშე მტერს, რა დაგვემართა ისეთი რომ დღეს ჩვენს თვალწინ დღისით, ძისით, ჩვენ სახელმწიფოებრიობას გვინგრევენ, ჩვენ უმწეო კატის კნუტებივით გვანადგურებენ და ეს ყველაფერი ფაქტიურად ხდება ჩვენი უტყვი თანხმობისა და ფაქტიურად ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ხდება. ამის მიზეზი არის ის ეგრეთ წოდებული ძალიან რბილად რო ვთქვა პრობლემები, რომელიც ხელისუფლებამ ძალაუფლების ყოლა დაუმსახურებელი, შესაბამისად ძალათობრივი შენარჩუნების მიზნით იძულებით ჩვენ თავს მოგვახვია. რამოდენიმე ასეთი ჩვენ თავზე დატეხილი უბედურებანი და მე სამს შევეხები დღეს უბრალოდ და მე რამოდენიმე გადაცემა უნდა მქონდეს ამის შესახებ ანალიზი და სამს დავაფიქსირებ და ერთს ძალიან ისე ზედაპირულად გავაკეთებ ანალიზს თუ რა ხდება რა მოგვივიდა ქართველებს ასეთი რომ ასე წინააღმდეგობის უნარი ასე დავკარგეთ.
ეს ეგრეთ წოდებული პრობლემებიდან ერთ-ერთია გააფრთხებული საბანკო სამევახშეო ტერორი საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლის შედეგად ხდება ქართველი ერის პირდაპირი დაუფარავი განაცოდი, თანაც ისეთი მასშტაბი და გაგანებით, რომელიც არ ვიცი, გარეშე დამპყრობლების შემოსევების დროსაც არ ყოფილა. ნუ თუ არ ჩავთვლით თემურლენგის შემოსევებს, ახლა იქ 8 ლაშქრობა ჰქონდა 17 წელი 1386-დან 1403 წლამდე, იქ ფაქტიურად 2/3 ერი განადგურდა, ნუ გასაგები. მეორე, რომ ძირძორი ქართული მიწები, მეორე ეს პრობლემა ჩვენ თავზე დატეხილი უბედურებიდან, რომ ძირძორი ქართული მიწები ტოტალურად არის გასხვისებული გადამთიელებზე და ეს გასხვისება დღესაც გრძელდება. დამარწმუნე, დღესაც გრძელდება, ჭერედი გრძელდება ქონების მართვის სააგენტოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულოების მიერ ღია წესით აუქციონზე მიდის გადანა და როგორც წესი უფრო ხშირად უცხოელები ყიდულობენ და მეორეც ერთი ახლა მე მართლა არასერიოზულად უყურებ იმ რაღაც ეგრეთ წოდებულ შესწორებას, რომელიც კონსტიტუციაში ვითომ ამ სასოფლო სამეურნეო მიწების გამო შეიტანეს, ნუ ახლა კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონდათ მაშინ რა მნიშვნელობა დღეს შეიტანდნენ, ხვალ შეცვლდნენ ამის წარე გამოცდილება გვაქვს, ხელისუფლება რომ მოვიდა მორატორიუმი გამოცხადდა მიწების გაყიდვაზე და შემდეგ კოწოლოგიანის უწყებამ გაუშვა. ახლა არა აქვს კონსტიტუციური უმრავლესობა, მაგრამ რომ მოინდომა რა ვინმე ნაციონალები წავლიან წინააღმდეგი თუ ევროპული საქართველო ისინი საქართველოს კარგახანია როგორც გასაყიდ ტერიტორიას უყურებენ და მესამე და ჩემთვის არის ყველაზე უფრო მტკივნეულია ეს არის გააფრთხებული ბრძოლა ქრისტიანული მართლმადიდებელი რელიგიის ქრისტეს ჯულის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი არის თვითმყოფადობის საფუძველს, მის უმთავრეს სულიერ ღირებულებას წარმოადგენს და საუკუნეების მანძილზე ჩვენი შინაგან წამსისა და ცხოვრების წესის უპირობო გამსაზღვრელი ფაქტორი იყო. დღეს ეს რიტუალების დონეზეა დასული, ხოლო მისი ყველაზე უფრო უმთავრესი ციტადელი საპატრიარქო მაფიოზური კლანების ბრძოლის ასპარეზად ქცეულა. ნუ ახლა ყველაზე არ ვიზახე რა სეგურელია, მაგრამ ეს მწარე მოცემული რეალობაა. მე ამას ნახოთ ამის დახასიათებას არ დავიწყებ, იმიტომ ძალიან ისეთი თემა არის, ხო. ახლა ცალ-ცალკე ამ პრობლემების, ამ უბედურებების განხილვა ჩემი აზრით უცოდინარობის შემთხვევაშიც განყენებულად, როდესაც განიხილავენ, უცოდინარობის შემთხვევაში ეს ჩემი აზრით გადაცნობის სტოლპასი დანაშაულია, ხოლო თუ ეს შეგნებულად ხდება, ღალატი სტოლპასის დანაშაულია, იმიტომ რომ ისინი ერთმანეთს ავსებენ, ისინი ერთმანეთისგან გამომდინარეობენ. არ შეიძლება ხო ვილაპარაკოთ ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე თუ გულისცემა შეწყდება. ან გულის ფუნქციონირებაზე თუ ტვინის ფუნქცია მოიშალა, ან რომელიმე მათგანის ფუნქციონირებაზე თუ ორგანიზმის საერთოდ სუნთქვა შეწყვიტა, ხო? ვიცით ილიას სიტყვები ჩვენ, დიდი ილიას სიტყვები სამი ღვთაებრივი რამ დაგვჭა ჩვენ წინაპართაგან, ენა მამული სარწმუნება, თუ ამასაც ვერ მოუვარეთ, რა კაცები ვართ, რა პასუხს გავსებთ შთამომავლობას. ნუ დავიწყოთ, ერთ-ერთი დავახასიათოთ და უბრალოდ რა, აი, ანალიზი რა, როგორ ხდება აი ამ ეგრეთ წოდებული პრობლემით ადამიანთა ნუ და ხელისუფლების შენარჩუნების მექანიზმია, როგორ ხორციელდება. ესე იგი, საბანკო სამევახშეო ტერორი. რამოდენიმე მიზანი აქვს, ერთი რასაკვირველია, ფინანსურია, რომ რაღაც ფანტასტიკური ზემოგებებით იყოს დაკმაყოფილებული, არ ვიცი, 21 საუკუნეების ამ გოფსეკებისა და სოლომონ ისაკის მეჟღანოაშვილების ამ საოცრად გაუმაძღარი პირანიების რაღაც ახალნაირ სახეობის ზომო ანგარება და სიხარბე. მაგრამ ეს ერთი, ნუ რასაკვირველია ეს, რამენაირად დააპურონ თავისი დამქაშები, საჭიროა, მაგრამ ეს არ არის უმნიშვნელოვანესი. მეორე ეს არის, რომ მეორე მიზანი, რასაც წარმატებით ართმევენ თავს, ეს არის საქართველოს ამ ტერორის მიზანი, რომ საქართველოს მაქსიმალურად იქნას დაცლილი ყველაზე უფრო ამაღლებული სურის უტეხი ნების ღირსეული ქართველი მამულიშვილებისაგან. ანუ ხელისუფლებისათვის ყველაზე მეტად უმართავი შესაბამისად მისთვის ყველაზე არასასურველი ადამიანებისაგან. დამარწმუნებით ალბათ რომ საზოგადოებაში სადაც მატერიალური
კეთილდღეობისა და კარიერული წინსვლის, თუ ერთადერთ არა, ყოველ შემთხვევაში გადამწყვეტ უმთავრეს ფაქტორს წინაპირობას წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ღრმა ერთგულება და უწყიმორჩილება გაბატონებული ფინანსურ-პოლიტიკური ელიტისა და მისი ბელადის მიმართ და სადაც უკვე მე აღარ ვსაუბრობ იმ თვისებებზე, აი პატიოსნება, წესიერება, სამართლიანობა, უანგარობა, სამშობლოს სიყვარული, ეს კარგახანია უკვე, აი ზედმეტი ბარგი წარსულის მამდე გადმონაშთად აღიქმება. მე ისეთ თვისებებსაც კი, როგორიცაა პროფესიონალიზმი, საქმის ღრმა პრინციპულობა, საქმის ღრმა, საფუძვლიანი ცოდნა, ორგანიზატორული ნიჭი, ამასაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამ თვისებების მატარებლები ნათესაური მეგობრული ან საქმიანური ურთიერთობით არ არიან დაკავშირებული ამ გაბატონებულ მაფიოზულ კლანებთან და უმთავრესია მის ბელადთან, ხო? და ახლა წარმოიდგინეთ იმ საზოგადოებაში, სადაც უპრეცედენტო წახალისება მიდის და ფაქტიურად ღირსების რანგშია უკვე აყვანილი ისეთი თვისებები, როგორიცაა ღალატი, უმადურობა, მლიქველობა, პირფერობა, ფარისევლობა. ახლა ასეთ სიტუაციაში პატიოსანი გულწრფელ ადამიანს საერთოდ არსებობის ფაქტიურად ყველანაირი წყარო აქვს გადაკეტილი და დამერტად ის საკუთარი და რაცთავარია საკუთარი ოჯახის ელემენტარული ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებების მიზნით ესე გადარჩენისათვის რა სიცოცხლის შენარჩუნებისათვის ნელ-ნელა ეფლობა ამ საბანკო სამეუხეო ოჯახებში დებს ბოლო საცხოვრის შემდეგ როგორც წესი კარგავს და შემდეგ ღია ცის ქვეშ ყოველგვარი მატერიალური სახსრების გარეშე თავის ოჯახთან ერთად ჩიჩებოდა. ორი გზა დარჩა, ერთი ან უნდა დაიღუპოს, ან სამშობლო დატოვოს. და მესამე და ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი. არა, ყველას ერთნაირი წინააღმდეგობის და ბრძოლის უნარი ნახდათ არ გააჩნია, ამიტომაც ხო რჩება საქართველოში დარჩენილი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩაყენებულია ისეთ უმძიმეს სოციალურ-ეკონომიურ მდგომარეობაში, რომ მათ ერთადერთ იძულებით საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს და წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი და რაც მთავარია საკუთარი ოჯახის წევრებისათვის ელემენტარული საარსებო წყაროს ელემენტარული ლუკმაპური ძიებას, ესე იგი ფიზიკური გადარჩენისათვის ბრძოლა და სხვა არაფერი. ახლა კარგად გამიგეთ, ასე დროს მათ საერო რაღაც საქვეყნოსათვის ბრძოლის და მოქმედების კერა ფიქრის უნარიც კი არ რჩებათ. ეს არის საკმაოდ დამარწმუნებელი, ხანგრძლივი, დამქაცველი, დამდგუნველი და დამამცირებელი პროცესი, იმიტომ რომ როგორც წესი ის პირადი ადამიანური ღირსებისა და თავმოყარეობის შელახვის ფასად უჯდებათ. რაც იწვევს თანდათანობით მოსახლეობის ამ მასის და ძალიან დიდი მასის სულიერი ძალებისაგან დაცლას, მის ნეობრივ მორალურ დაცემას, ნეობრივ გადაგვარებას და არაერთხელ მოტყუებულნი, ეს არის მთავარი, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიერ მათ თანდათანობით სრული უიმედობის, სასოწარკვეთილების და ნიჰილიზმის მყარ მდგომარეობაში ვარდებიან ისინი. ეს არის ზუსტად ხელისუფლების მიზანი. ასე უმწეო დადგმული ზომბირებული ადამიანთა მასის მართვა მას ძალიან ადვილად, ეფექტურად და რაც თავარია იაფად შეუძლიათ. აი მაგალითისთვის მინდა მოგიყვანოთ მაგალითად, აი რომ ხალხის ასე მართვა, აი ჩვენ ვიცით ვარშავის გეტო. ეს შეიქმნა 1940 წელს შეიქმნა ვარშავაში 16 ოქტომბერს გენერალ-გუბერნატორი იყო განს ფრანკი და იქ ესე იგი 450,000 ებრაელი შეყარეს რამოდენიმე რაიონში, რომელიც 4% ნახევარი იყო მთლიანად მთელი ვარშავის და ახლა 450,000 კაცი ცხოვრობდა ებრაელი იქ. ახლა ხარ შეიძლება ვთქვათ რომ ახლა ძალიან უყვარდათ ხო SS-ელები და ეს ფრანკი ახლა 2 წელიწად ნახევარში ფაქტიურად 37,000 დარჩა 27, იმიტომ იქ ორი ახლო-მახლოში ვარშავიდან ასეთი ორი სიკტილის ბანაკი, ტრებლინკა 1, ტრემლიკა 2 და
იქ აგზანიდან რა ათობით ასობით და გაანადგურეს იქ გაზის კამერებში, შემდეგ კრემატორიუმში წვავდნენ, შემდეგ 53 წელს აჯანყება მოაწყეს, იქ სასწავლი გააკეთეს, სახლებში ამოწმეს, დახვრიტეს და 53 წლის თევზმაინც ფაქტობრივად შეწყვიტა გეტომ არსებობა. მე აი თითქმის დარწმუნებული ვარ, 1942 წელს მაგალითად ამ ვარშავის გეტოში არჩევნები რო ჩაეტარებიათ, ხო SS-ელებს, გერმანელებს. და 20 მანდატი ყოფილიყო საერთოდ, ხო? და ეს განს ფრანკი ყოფილიყო პირველი ნომერი, ხო? ჯერეთი დასწრება 100%-იანი იქნებოდა. და მეორეზე 20 მანდატს მიიღებდნენ SS-ელები. Ala შიში სიყვარულსა, გენიალური კოსტენე გამსახურდა იასა, დავით აღმანდელიშვილი ლომს თუ სართვალს ვინ შეკადრებს ელა მიხარო. ასეთი რაღაც. აი ახლა ეს ნახდათ უკვე აი დამღუპელი პროცესია, გამიგეთ. რა გვინდა ვარშავის გეტო, კაცო და რაღაც. აი საქართველოშიც, აი დაახლოებით, აი არავინ არ მიაქცია ახლა ისე ყურადღება, უბრალოდ გარეგნულად გაშუქდა. ეს გარემოვაჭრეებზე რო იყო 1-2 წლის წინათ. ბევრს ეს ამომდა კიდევაც ახლა, როდესაც ხვარაზმელებივით რომ შეესიენ ამ გარემოვაჭრეებს ახლა მართლა ისეთი გლუპყულოა ვინმე რომ ესენი ზრუნავდნენ დედაქალაქის იერსახის ჰიგიენური ნორმებისა თუ ადგილობრივი ცხოვრებების ესე იგი კომფორტული გადაადგილებაზე ამისათვის ხომ ელემენტარული რამ იყო საჭირო სათანადო მანძილები ერთმანეთისგან დაეშორებიათ ეს მაგიდები შემოიღოთ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები და დაეწესებინათ ძალიან აი მძიმე ჯარიმები თუ დაარღვევდა პირველად ჯარიმა მძიმე მეორედ საერთოდ აკრძალოდა ვაჭრობა თუ ადამიანი საერთოდ სტერილურია ყოველგვარი ჰიგიენური ნორმისაგან და პათოლოგიური ნირია ხარ ის არც გარემოვაჭრედ გამოდგება და არც ეს სხვა რაღაცა იყო არა ჯერ ერთი მატერიალურის რომ არც ერთი წინდა და არც ერთი პერანგი არ უნდა გაყიდულიყო რომ ამათ ჯიბეში ლომის წილი არ შესულიყო და მეორე ერთი ეს გარემოვაჭრეები თავის პოლიტიკურ არჩევანში იყვნენ თავისუფლები მაგრამ მათ შემდეგ როგორც ვარშავის გეტოში რო შეყარეს ეს ხალხის ეს მასა ეს ამ უზარმაზარ ბაზრობებში სადაც მეპატრონეები ან ოცნების ხალხი ან მათი დამხაშები იყვნენ ხელისუფლების დამხაშები იყვნენ უკვე მათი აი ცხოვრება და მათი აი სიცოცხლის გაგრძელებაც კი აი არსებობაც მთლიანად ამ ადამიანებზე გახდა უკვე დამოკიდებული და დაიწყო ნელ-ნელა მათი გამორიცხვა. კარგად გამიგეთ, როდესაც არჩევნებზე მიდის ადამიანი იმათ ხომ ის ფულშონილობდნენ რომ სახში პური მიეტანა და იარსებათ. როდესაც მიდის არჩევნებზე და არც არ უნდა უმტკიცო რომ შენ სხვა რამეს რო შემოხაზავდა, ვერ გაიგებენ რომ 51 ვერ შემოხაზავდა შენ იმას ვერ დაუმტკიცებ, გამიგეთ ასაც ვიძახეთ. ესეც ხო გითხარით, აი ზუსტად ამიტომაც ხა აი მე ამაზე იცით აი ყველაზე მეტად რატო გავუსვი ხაზი ამის შესახებ. ამაზე რატო საუბრობ? აი ტელევიზორს იშვიათად უყურებ, უკვე ნერვები მეშლება, მაგრამ პარლამენტის ხომაზე ვნახე ეს მდინარაძე რო ახლა იცნო პირადად ახლა ეს გამოდის და ის რაღაც პროცენტებზე საუბრობს რა პროცენტები აქედან კავკასიაში ეს ნიკოლოზ მეტრეველი საიდან როგორ მე გადა 2007-დან იბრძოდა ახლა მეც ნამდვილად სახში არ ვიყავი ამ დროს წარმოკოტრიალებული მაგრამ არ მინახია რა სადიბრძო ალბათ რაღაცას ისეთ ორგანიზაციაში იყო ხო და აი აქედან ეუბნებიან რომ ბიჭო მილიონი ქართველი გავიდა 7 წლის განმავლობაში 75,000 ბავშვი შიმშილობს 300 ბავშვი ხდება ესე იგი ყველა ინსტიტუციები თავზე გვექცევა სასამართლო ვიღუპებით ვიქცევი და ეს ამ დროს ძალიან აი როგორ გითხრათ რა აი ძალიან ასეთი დამცინავი ცინიკური სახით გვეუბნება პროცენტები მიიღებთ გენაცვალე პროცენტებს რასაკვირველი 100 ადამიანები თუ დადგრგუნეთ და დააზომბილეთ მიიღებთ იმეს
სკოლაში სწავლობდნენ, ახლა მიამიტანჯეროდა, რომ უსაზღვრო და უნაპირო მარტო დრო და სივრცე იყო. თურმე მეშლებოდა გენაცვალე. უსაზღვრო და უნაპირო აი თქვენისთან ხალხის დაცინვა შეურაცხყოფა და საკუთარი მოსახლეობის აბუჩა დაგდება, მაგრამ ახლა ეს დაცინვა არ უნდა გაგიჭირდეთ. არ არის დიდად გასაკვირი, გოეთეს სიტყვებია ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს, მაგრამ ბუნებრივ პრივილეგიას ვერ ნახდათ ვერ დაგიშლით, გამიგეთ ხო არ ვიცი, აი ამ ხალხს რა ეშველება. სხვადასხვა არისტოტელეს აქვს, ნათქვამი, აი რა უნდა გაუკეთოთ, ასე არა. არისტოტელეს სიტყვები არამზადა სინდისი რომ გააგვიძო, სილა უნდა გააწნაო. ამათთან ესეც ამასაც მნიშვნელობა არ აქვს. რა უნდა გააგვიძო, რასაც არასოდეს დაუძინია. როგორ შეიძლება ბუნებაში იმიზებნა, რაც საერთოდ არ არსებობს, სადაც ძალიან ძნელია შავი კატის ბნელ ოთახში ნახვა და შეუძლებელია მისი ნახვა თუ შავი კატა ბნელ ოთახში საერთოდ არ არის. მაგრამ მე მინდა გავაფრთხილო ახლა ესენი და ნახდათ გავაფრთხილო რომ ყოველთვის კოკა წყალს არ მოიტანს და ცოტა ფრთხილად უნდა იყოს გამიგე და არ უნდა დაავიწყდეთ მათ რომ ჩვენ ვართ დავით აღმაშენებლის შთამომავლები და მისი სიტყვებია ვაშკაც რომ ძალიან გავუჭირდება არავით არ იგზა აღარ დარჩენილი და გარდა ბრძოლისაა ამჯერად დიდი პატივისცემით დაგემშვიდობებით აი ამ მონაკვეთში მე რამოდენიმე გადაცემა მექნება თქვენი ცნებასპირებართვით ხო და შევხვდებით უახლოეს მომავალში სადაც უფრო მექანიზმებს შევეცდები რომ უფრო რაღაცნაირად ღრმა ანალიზი გავაკეთო პროცესის რა მოხდა ამ ბოლო წლების განმავლობაში და რატომ მოხდა ეს ყველაფერი დიდი პატივისცემით, გემშვიდობებით, დროებით, ძვირფასო თანამოქალაქეებო თანამემამულიანებო. კარგად გზადდებოდეთ.